ივანიშვილების ყოფილი მასწავლებელი სკანდალურ წერილს აქვეყნებს პატრიკ დაუნი, რომელიც ოლიგარქის ოჯახის წევრებს ინგლისურს ასწავლიდა და ირწმუნება, რომ ის უტა ივანიშვილმა მოწამლა. ბავშვებმა იცალკეს და წვეულებაზე დამალევინეს დიდი დოზით ძლიერ მოქმედი საფაღარათო პრეპარატი. უცმაგი დოზა დაალევინეს. ერთ-ერთი გაკვეთილის დროს, რომელიც ჭორვილას რეზიდენციაში გქონდა, ლითონის სახაზავი ჩამართვა. მას აქვს საკმაოდ უცნაური შეხედულებები გეოპოლიტიკაზე, ასევე რელიგიურ თემებზე. მე არ ვიცი მათი აზრი, ვინც საქართველოს და რუსეთის შესახებ ინფორმირებულია. მაგრამ ყოველთვის მიმაჩნდა, რომ საერთო ჯამში რუსი კაცები ღირსეულები და სიტყვის პატრონი არიან. რაც შეეხება ქართველებს, ისინი როგორც ჩანს, სამხრეთ ოსეთში, ცხინვალში მოქალაქეებს თავისუფლად ხოცავდნენ. ეს არსებული პოლიტიკური ხელისუფლების მახასიათებელია, განსაკუთრებით შევარდნაძის შემდგომ პერიოდში, რომელსაც პატიოსან უბრალო ქართველ ადამიანებთან არანაირი კავშირი არ აქვს. როდესაც ცნობილი გახდა, რომ ჰოლივუდის ახალ ფილმში საქართველო, მაშინდელი სახელწოდებით, ენდი გარსია მიხეილ სააკაშვილის როლს შეასრულებდა წყობიდან გამოვედი. ფილმი საქართველო იმ კოშმარის ნაწილია, რომელიც კავკასიაში ახლა იწყება. ერთი რამ ვიცოდი, რომ პოლიტიკური ლტოლვილის სტატუსის ძიებაში შერყეული ფსიქიკით შეიძლება დუბლინის ციხეში მოვხედრილიყავი.